ამინ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გილოცავთ პირველ რიგში ლიტურგიის აღსრულებას, ღვთის მადლით კიდევ ერთი ლიტურგია აღვასრულეთ და ვინც ეზიარეთ, ყველას გილოცავთ. საკურნებელი იყოს სულის და ხორცის, ქრისტეს უხსნელ სისხლთან და ხორცთან თქვენი ზიარება, ღმერთმა დაგლოცოთ. მოგილოცავთ ახალი კალენდრით, ახალ წელს, პირველად ხვდებით ჩვენ ამ წელს და ღმერთმა ქნას რომ ეს წელი იყოს მშვიდობის წელი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის ყველასათვის, რა თქმა უნდა. გილოცავთ დღევანდელ დღეს მოხსენებული წმინდანების ხსენების დღეს არის ერთ-ერთი დიდი მღვდელმთავრის წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილის ხსენება და ღმერთს მადლობა რომ მე მის სახელით ვატარებ და ყველას გილოცავთ. შეგვეციოს დიდი მღვდელმთავარი. ეს არის ადამიანი, რომელიც ბევრი არაფერი ესეთი რაღაც ბევრი დეტალი მის ცხოვრების შესახებ არ არის ცნობილი, ასე ვთქვათ, ერთი ვიცით, რომ ის დაიბადა სირიაში, ანტიოქიაში და გადმოცემა არის ესეთი, რომ ის იყო მოციქულთა მოწაფე, ზოგი ამბობს პეტრე მოციქულს, ზოგი ამბობს იოანე მოციქულს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ის არის მოციქულებრივი მამა, ის არის მოციქულთა მოწაფე და ერთი ასეთი ასევე გადმოცემა არის, ზოგი ეთანხმება ამ გადმოცემას, ზოგი არ ეთანხმება, მაგრამ რაღაც ესეთი სასიამოვნო მოსასმენი გადმოცემაა და კარგი გადმოცემაა, რომ აი დღეს ჩვენ სახარებაში რომ წავიკითხეთ მაცხოვარი ყრმას რომ მოიყვანს და ეუბნება რომ ესეთების არის სასუფეველიო, სწორედ ეს ყრმა იყოვო ეგნატე ღმერთშემოსილიო, ასეთი გადმოცემა და როგორც აღნიშნე, ზოგი იზიარებს ამას, ზოგი არ იზიარებს ამ ყოველ შემთხვევაში ეს გადამწყვეტი არ არის, ფაქტია რომ ეს ადამიანი იყო უდიდესი მოღვაწე, ის პირველი საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა, ამ დროს არის ტრაიანე იმპერატორი და საშინელი დევნა მიდის ქრისტიანების როგორც წესი პირველი საუკუნეები ამით გამოირჩეოდა ქრისტიანთა სასტიკი დევნით და აი ანტიოქიაც რა თქმა უნდა არ იყო გამონაკლისი ამ ხრივ და დევნა დაიწყო ქრისტიანების ბევრი ანტიოქიელი აწამეს, ასე ვთქვათ, შეიპყრეს და შემდეგ უკვე მათი მღვდელმთავარიც წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილით შეიპყრეს. ასეთი ვერსია რომ წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი იყო პეტრე მოციქულის შემდეგ მეორე მღვდელმთავარი ანტიოქიისა, მეორე ეპისკოპოსი. ზოგი პეტრე მოციქულს თუ ჩავთვლით, მესამე გამოდის, ანუ პეტრე მოციქული იყო, შემდეგ იყო წმინდა ევოდიოსი, რომელიც იყო 70 მოციქულთაგანი, მაცხოვრის 70 მოციქულში შედიოდა ევოდიოსი და შემდეგ იყო უკვე ეგნატე ღმერთშემოსილი. ასევე არის ასეთი გადმოცემა, რომ ეგნატე ღმერთშემოსილი და ევოდიოსი ერთ პერიოდში მღვდელმთავრობდნენო, ევოდიოსი იყო ებრაელთაგან მოქცეულ ქრისტიანების მღვდელმთავარი და წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი იყო წარმართაგან მოქცეული ქრისტიანების მღვდელმთავარი, მაგრამ ეს დიდად არის შეწყნარებული იმ ხრივ, რომ საეკლესიო კანონიკის მიხედვით ზოგადად არ შეიძლება ერთ ქალაქში ორი მღვდელმთავარი იყოს, ეპისკოპოსია საუბარი, მღვდელი შეიძლება რომ ბევრი იყოს ერთ ქალაქში, ერთ ტაძარშიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეპისკოპოსთან მიმართებაში ასე არ არის, ერთ ქალაქში ერთი ეპისკოპოსია და უფრო თანხმდებიან იმაზე, რომ ჯერ იყო ევოდიოსი, ანტიოქიის პატრიარქი პეტრე მოციქულის შემდეგ და შემდეგ უკვე ეგნატე ღმერთშემოსილი და მას ის შეიპყრეს ანტიოქიაში, როგორც წეგან ვახსენეთ და მიუსაჯეს ხეცების, ანუ უნდა დაესაჯათ ისე, რომ ხეცებს შეეჭმის, ხეცებისთვის შეეჭმიათ მისი თავი რომში, ეს ხდებოდა ამფითეატრი კოლიზეუმში და როცა მიყავთ წმინდა ეგნატე ანტიოქიიდან რომში, მან რა თქმა უნდა ბევრი ქალაქი გაიარა გზაზე და გარდა იმისა, რომ ის იყო ასე ეპისკოპოსი, მან სამოციქულებრივი მამად იწოდება პირველ რიგში, იმიტომ რომ მოციქულთა მოწაფე იყო და შემდეგ მისი ეპისტოლარული ასე ვთქვათ, მემკვიდრეობიდან გამომდინარე მან ეპისტოლები აი გზაზე, საწამებლად რომ მიდიოდა ამ გზაზე, ხო, თან ეპისტოლებს უგზავნიდა სხვადასხვა ეკლესიებს. დაახლოებით 7 ეპისტოლე არის, რაც მას აღიარებენ რომ ისი არის ნამდვილად და ერთ-ერთი არის გამორჩეულია ასეთი ეპისტოლე რომაელებს წერს ასეთ რაღაცას, რომ იმდენად უხარია, რომ საწამებლად მიდის, იმდენად უხარია, იმდენად ასე ვთქვათ
ერთი სული ქონდა რა პირდაპირ ესე რომ ვთქვათ მის ასანამ ქრისტეს გამოეწამებოდა რომ რომაელებს მიმართავს რომ არ შემიშალოთ ხელი რომ მოწამეობრივი ღვაწლი აღვასრულონ არ გამომიხსნათ არაფერი არ სცადოთ იმისთვის რომ გამომიხსნათ იმიტომ რომ მზად იყო ეს ადამიანი რომ მას მოწამეობრივი სიკვდილი მიეღო ქრისტეს გულისთვის და სწორედ ერთ-ერთი ასე ღმერთშემოსილი რატომაც ქვია ასე ამბობენ რომ მის გულში იესო იყო ყოველთვის ის მოუკლებელი ლოცვით და გადმოცემა ესეთი რომ როცა ხეცებმა დაგლიჯესო მის გულზე იესო ეწერაო და სწორედ ამიტომ ის იყო ქრისტე შემოსილი ღმერთ შემოსილი და ამიტომ შეერქვა მას ივანე ოქროპირსა აქვს მის მიმართ საქების სიტყვა შესხმა ეგნატე ღმერთ შემოსილისა და აი სწორედ მის სამ ამ დიდებულ მოღვაწეობის ამ ხაზს უსვამს მის როგორც მღვდელმთავრობას რითი დაიწყო მისი შესხმა მისი მღვდელმთავრობით მისი მოციქულებრივი მოღვაწეობით თუ მისი მღვდელმოწამეობით აი არ იცოდა ამ დიდმა მამამ საიდან დაიწყო იმდენად დიდი იყო წმინდა ეგნატე ღმერთ შემოსილი და ღმერთმა ქნას რომ ჩვენ გულებში ყოველთვის აცხოვრის სახელი ქრისტეს სახელი ყოფილიყოს და არასოდეს არ განვეშოროთ მის სახელს ყოველ წუთას ყოველ წამს არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე ძალიან მომწონს ეს სიტყვები და აი ესე უნდა იცხოვროს ყველა ქრისტიანმა და შეგვეციოს დღეს მოხსენებული წმინდანი დღეს მოხსენებული უდიდესი მღვდელმთავარი წმინდა ეგნატე ღმერთ შემოსილი და ყველა წმინდანი ვინც დღეს ჩვენ მოვიხსენეთ დღეს ასევე ხსენება არის ივანე კრონშტადელის ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული მამა ისაც და ღმერთი შეგვეციოს მათი ლოცვით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სტილით ახალ წელს და წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობას. ჩვენ მაინც ველოდებით შობას, რომ სრულად და სრულყოფილად აღნიშნოთ შემდეგ ის წელი სიხარულით, რა წელიც დადგა და ღმერთმა ქნას რომ ჩვენ ASM 7 გულით და განწმენდილები შევხვედროდეთ შობას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, შეგეწიოთ დიდი მღვდელმთავარი ეგნატე ღმერთშემოსილი. გაიხარეთ.